იყავით ეს აქცია ეს ხობა პროპაგანდის. ხო, თქვენი შეხედულები რომ ეს გამოდენოთ ხალხს. ესე რომ გააგებთ. ხო, აბა კიდე ერთხელ უზრუნველმე ბიბლიოთეკას ხდებიან და გამოსანიშნავი. ჩვენ შეგვიძლია ეს პროპაგანდა ვიტმაროთ, მაგრამ ეს არის ჩვენი აღსარებული. ჩვენი აზრის ხმამაღლა გამოდენება. ის არის ხალხი ის არის რომ გაიგოს ხალხმა, ხო ხალხმა გაიგოს და ის ხმამაღლა გამოდის. რა თქმა უნდა არის, მაგრამ რა საშუალებას იყენებთ თქვენ უნდა მაგის ამადისო. ეს თქვენ ჩვეულებრივ ლაპარაკობთ ხალხში, თუ ესე იგი მეგაფონი გიტავიათ, თუ რაღაცა დამატებით საშუალება დაჭირდება. შეგიძლიათ გავიგოთ რა. მათემატიკურ მოსამართლე, რა თქმა უნდა, აქ ნათქვამი იყო ეს ღრიალი და ხმაური, ეს ჩვენთვის გალობა არის. ეს არის იამალა, რომელიც დამყრელი არის და მომღერლები, რომლებსაც შეწყობილად ისინი მღერიან. რაც შეეხება იამაჰაზე გალობას, ეს ორგანზე გალობა, ასე ვთქვათ, ეს მიღებული არის სხვადასხვა საეკლესიო რომლებიც შეიძლება იმას მოვალეთ პროცესი არის სასამართლო რომ არ მოусმინოთ ასეთ რაღაც აპატია და რაღაც ყოველს არ მოუხდენე რაღაცა რომელ ბიბლიაში წერდა რომ ორგანზე უბრალოდ ცეკვდნენ სასამართლოში გასწრებით არ მოусმინოთ და გავაჩეროთ იმაში როგორ შეიძლება ეს რამაც იქნას ვაძლევ რომელ ბიბლიაში წერია მაჩვენებს ჩემი შუას რომ მაგის უფლება არ გაქვს და ყველა მიგიტავი გალობა მათ ხმაურს უწოდებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ ვეთანხმებით. იყვნენ ბავშვები, ხარშოები და ეს იყო გალობა და ეს იყო ბიბლიის შესახებ საუბარი. ეს არის ყვირილი, ეს არის ღია. მე არ ხმობსები. აი ასეთი ფორმით ხოლმე რომ შეტყვა მომენტით არ შეიძლება. ანუ მაიყოს ხარები, ადამ მოწმებს უნდა იყოს და იგი ვეღაცა ხო? აი მოწმებს რელიგიის ანონში ამიტომ მენიდა რომ აგისნა თქვენ რომ ესენი წარმოადგენენ რელიგიურ სექტას როგორც თვითონ ამომეთ ვერ გამიგია და უნდა აგისნათ რა მოხდა სინამდვილეში რაც იყო მე იმას არ ვამო და უნდა დავარწმუნო აქ ყოფის ყველა პოლიცია იქნებ ეს კურები თუ რა მოხდა სინამდვილეში და ამ სიმართლეში უნდა გაერკვეთ თქვენს მასე რომ ყველა ვიღაც მოესურვა თუნდაც სასულიერო პირი მოისურვა ჩაერიო საქმეში დაგაბლოს არ შეიძლება არის წესი და ესენი არის ხოდა როგორ ორგანიზაცია შემარა დავარ და რომელი ბიბლია სადაც წერია ისეთი ორგანიზაცია და ეს არ არის შეიძლება შეიძლება არ წერია ამისათვის მოვედი რომ აგიხსნათ თქვენ და გაერთიოთ რელიგიის საქმეში და რელიგიის კანონებში სალკე მოგისმენთ კი ბატონო გავიდეთ ჩემს სალკე სასამართლოში არ შეიძლება აუცილებლად გამოვასწინო ჯურის კანონს აერტე თუ რა ხდება თქვენ ასეთი მოქმედება მოსამართლისგან არ შეიძლება თუ არა ჯურის კანონში გარკვეული რომელი რელიგიის წარმომადგენლები ესენი არიან ან